მადლობა მობრძანებისთვის და პირველ კითხვა იქნება გუშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი პარლამენტში. უმცირესობის წევრებმა დასვას თქვენთან დაკავშირებით კითხვები, დაუსვეს კითხვები და როგორც მინისტრმა განაცხადა, არ იქნება ურიგო ჩატარდეს გამოძიება ამნისტიის სიასთან დაკავშირებით. იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თქვენ კონკრეტული პირებისგან აიღეთ თანხა სიაში ჩასვლის სანაცვლოდ. დიდი მადლობა. ხო, მეც მოусმინე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ ბრძანდებოდნენ, კერძოდ ყოფილ ნაპროკურორ დავით საყვარელიძეს, რომელიც დღეს დეპუტატის მანდატს ამოფარებული ბედავს იმ თავხედობას, რაც გუშინ მან გაიმეორა. ეს რა თქმა უნდა, ეს ჩვეული რიტორიკა მათი მაგრამ მე მართლაც გაოცებული ვიყავი პასუხით, რომელიც მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრიდან. იმიტომ რომ მე ველოდი სხვა პასუხს უფრო კვალიფიციურს გამომდინარე იქიდან, რომ ოდესაც ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში საყვარელიძის სახით, სხვა შემთხვევაში გივით არგამაძის სახით, კიდე სხვა შემთხვევაში ნადირაძისა თუ ნადირაშვილის სახით და ასე შემდეგ ამაზე საუბრობენ, ეს არის ჭორაობა. ჭორაობა მიზანმიმართული, უпростоროდ ჭორაობა კი არ არის, ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მე არაერთხელ მithქვამს ამის შესახებ. და ამდენი ხნის მანძილზე მათ ვერ მოახერხეს ერთი კონკრეტული ფაქტის თქმა, რომ 190, ნუ ახლა უკვე სამწუხაროდ 199 პოლიტპატიმარიდან, აი ეს ერთი მაინც არის ფაქტი, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ისინი საუბრობენ, აი მე პირდაპირ ციტატას წაგეკითხავთ. ნაპროკურორის საყვარელიძის გამონათქვამიდან მოლაპარაკებებში იყო ჩართულიო და არსებობს სერიოზული ეჭვები და ვარაუდები, თუმცა ფაქტები არ გამაჩნია. რას ნიშნავს სერიოზული ეჭვები და ვარაუდები ამდენი ხნის განმავლობაში? ჯერ ეს პროცესი თვითონ თქვენი თვეზე მეტი 2 თვემდე იწელებოდა ეს პროცესი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ესენი ამ რიტორიკით გამოდიოდნენ, შემდგომ უკვე ეს პატიმრები, როდესაც 13 იანვარს გათავისუფლდნენ, დღეს უკვე რამდენი თვეა იმის მერე გასული, ერთი კონკრეტული ფაქტი. რაზე უნდა აღიძრეს სისხლის სამართლის საქმე? ჭორზე? არაფერზე როგორ აღიძრება გამოძიება? როგორ უნდა დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან პროკურატურამ ან ვინმე? არსებობს ერთი ქაღალდი მაინც, ერთი განცხადება მაინც, ან პირველ წყარო მაინც, რომელიც იტყვის, რომ ეს მოხდა. ეხლა მე შემიძლია ვთქვა პირადად თქვენზე, რომ იცით რა, არსებობს სავარაუდო ჭორები და ესე იგი ინფორმაცია, რომ თქვენ აიღეთ ჩემი პოლიტპატიმრებისგან ქრთამი. ჩემი ორგანიზაციის წევრებსაც, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები, მივცემ დავალებებს, რომ მათაც კონკრეტულად თქვენზე თქვა, რომ იცით რა, არსებობს ესეთი ვარაუდები და ინფორმაციები, რომ თქვენ აიღეთ ჩვენი პოლიტპატიმრებისგან არსებობს, მაგრამ ეს არსებობა არაფრით არც ერთი კონკრეტული ფაქტით არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის კიდევ ვიძახი, გასაგებია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია და პირადად ჩემს მიმართ გასაგებია, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც საკმაოდ აქტიურად ვითხოვ მათ გასამართლებას და დასჯას იმ დანაშაულებების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს და არა ჭორების საფუძველზე, არამედ კონკრეტული ფაქტების საფუძველზე და მათ შორის იმ კონკრეტული საქმეების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული საქმეებითაც ეს ადამიანები, პოლიტპატიმრები, მათ აბსოლუტურად უდანაშაულოდ გაუშვეს ციხეებში. და მათ ამაზე პასუხი უნდა ააგონ და საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ეს პოლიტპატიმრები პროკურატურაში სწორედ მის წინააღმდეგაც აძლევენ ჩვენებებს და მის საქმიანობასაც ძალიან მარლი აეხდება ფარდა და ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, როდესაც ის აყვა ამ პიარს და უბრალოდ მან იფიქრა, რომელი პასუხი იქნებოდა უფრო ასე ვთქვათ პოპულარული და მისაღები და ის პასუხი გასცა, თორე მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის როგორი იყო ეს პროცესი. როგორი იყო და ჰქონდა თუ არა ამ პროცესს რაიმე კითხვის ნიშნები. ასევე მე გამოურიცხავ, რომ პარლამენტმა, რომელმაც ვეტო დასძლია ამ საკითხთან დაკავშირებით, ის არ იყო საქმის კურსში, როგორი იყო ეს პროცესი და იყო თუ არა ამაში რაიმე კითხვის ნიშნები.
და აქედან გამომდინარე კიდევ ვიმეორებ, რომ ეს პასუხი არ იყო სწორი. ჩემის აზრით, სხვა არის, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და მას უნდა შესძლებოდა დაეცვა თუნდაც ის ღირსება და ის სიმართლე, რომელიც ამ საქმის უკან იდგა და სხვა პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ესეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესეთი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯობია იმ წინა მინისტრ, რომელიც ცოტა ხნის წინ ყავდა ვანო მერაბიშვილის სახით, იმიტომ რომ მან თავისი ამ გამოსვლით დაანახა საზოგადოებასაც და პირადად მეც, რომ ის არ არის ამ სიბინძურეში ჩახედული, არ არის ამ სიბინძურეში გამოცდილი და მან ვერ მოახერხა ის თუნდაც სიმართლის ისეთნაირად თქმა, რომ ეს იქიდან კიდე შევტევას ელოდა და ამიტომ მან ეს პასუხი აირჩია და მაინც ასეთი მინისტრი ჯობია, რა თქმა უნდა, ვიდრე ის რაც აქამდე იყო, მაგრამ მაინც ვისურვებდი, კიდევ მეორე ვისურვებდი, რომ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს ქონოდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ გასცეს ამ ნაძირლებს ადეკვატური და შესაბამისი პასუხი. ეს პასუხი მათ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაეცემა ხალხისგან, თქვენ იცით, რომ 14 აპრილს 14 საათზე სპორტის სასახლეში იკრიბება ძალიან ფართო საზოგადოება, რომელიც მოითხოვს რეჟიმის გასამართლებას და ყველა ის დამნაშავე პირი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახელით ჩადიოდა კრიმინალურ დანაშაულებებს 9 წლის მანძილზე და ისევე როგორც ჩვენი პოლიტპატიმრები, რომლებიც უკანონოდ იხდიდნენ სასჯელებს ციხეებში, ასევე სხვა ადამიანები, რომლებსაც ქონება წაართვეს, ღირსება შეულახეს, სახლებიდან გამოყარეს უკანონოდ ბიზნესი წაართვეს და ასე შემდეგ, ეს ადამიანები ყველა ერთად მოითხოვენ ამ რეჟიმის გასამართლებას და დღეს, როდესაც ეს კრიმინალები ზიან დეპუტატების სავარძლებში და კიდე ბედავენ, კითხვები დასვან, ისე რომ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ბოდიშიც კი არ მოუხდიათ ამ 9 წლიანი პოლიტიკისთვის, საზოგადოებისთვის, ამ ადამიანებს აღარ ექნებათ საშუალება ესეთი სიბინძურე ათხრიონ ეთერებიდან. ისინი იჯდებიან ციხეებში, თავის გამომძიებლის დასვენებულ კუთხეებს გასცემენ პასუხს, იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში სასამართლოც შეიცვლება და გახდება სამართლიანი, რომელიც სამართლიანად გამოიტანს ვერდიქტს ამ დამნაშავეების წინააღმდეგ და ის, რასაც ქართული ოცნება არჩევნების წინ პირდებოდა საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, ეს სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და ეს აღდგება ქართველი ხალხის ხელით. მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა 1 ოქტომბერს. მინდა ვთქვა, რომ რევოლუცია საქართველოში მოხდა არა 2003 წელს, არამედ რევოლუცია საქართველოში მოხდა 1 ოქტომბერს. 2003 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფმა მაღალ ჩინოსნებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება რაღაც მოტყუებულ საზოგადოებასთან ერთად, ხოლო 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მოახდინა რევოლუცია და გაიმარჯვა მოძალადე ხელისუფლებასთან. დღეს დარჩა მეორე ნაბიჯი, ეს არის ამ მოძალადე და კრიმინალური ხელისუფლების გასამართლება და ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად 14 აპრილს 14 საათზე სპორტის სასახლეში აუცილებლად დავსვავთ. სანამ 14 აპრილთან დაკავშირებით კითხავდეთ, მაინტერესებს გუშინ თუ შეეცადეთ პირადად ღარიბაშვილთან ან გასაუბრებას ან საკითხის გარკვევას და აპირებთ თუ არა, რომ საჩივარი შეიტანოთ თქვა საყვარელი ძის წინააღმდეგ, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ცილის წამებით არის დაკავებული. ღარიბაშვილთან ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებლად დაუკავშირდები და ვთხოვ შეხვედრას და მინდა მასთან გასაუბრება. ასევე ვფიქრობ, რომ იცით რა არის, დღეს თქვენ იცით, რომ ცილის წამებაზე სისხლის სამართლები დევნა სამწუხაროდ აღარ ითვალისწინებს კანონმდებლობა. რაც შეეხება ბოდიშს, საყვარელიძეს და მის გუნდს მთელი ქართული ხალხისთვის არ მოუხდია ბოდიში ნაძირლობისთვის, რაც მათ ჩაიდინეს 9 წლიანი პოლიტიკის მანძილზე და ვეჭვობ, რომ არც მე მომიხდის ბოდიშს. აქედან გამომდინარე, არც ველი ამადგან ბოდიშს, ვისგან არსებობს ქართულში ძალიან კარგი გამოთქმა, ვირისგან წიხლი რასაწყენიაო. ამადგან რასში ვინ არის ეს, რომ ან ბოდიში მოიხადოს, ან ილაპარაკოს. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აქამდე სამართლიანობის აღდგენა, კიდევ ვიძახი და ის, რომ ეს კრიმინალები ვერ მოახერხა ყოფილიყვნენ თავის ადგილზე. და ეს კიდევ ვიძახი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი და გარწმუნებთ ქართველმა ხალხმა, მაშინ როდესაც უკვე ერთი წარმატების გემო
იგემა და იცის რას ნიშნავს გამარჯვება, მეორე გამარჯვებასაც აუცილებლად მიაღწევს და ეს გამარჯვების დასაწყისი მე მგონია რომ სწორედ იქნება 14 აპრილი და თან ეს რიცხვი ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, გამარჯვების დღეა 78 წელში, როდესაც ქართულმა ხალხმა გაიმარჯვა დიდ იმპერიაზე, რუსეთზე და შეინარჩუნა თავის თვითმყოფადობა თავისი ქართული ენის სახით. მე მგონია რომ სწორედ 14 აპრილს 2013 წლის 14 აპრილსაც ეს დღე იქნება წარმატებული და გამარჯვებული დღე ქართველი ხალხისთვის. ისინი მიაღწევენ იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად შედგება ამ ქვეყანაში. როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ ისინი არ დაუშვებენ ცალკეული ორგანიზაციების ჯგუფების მიერ დაწყებულ მსგავს მოქმედებებს და სამართლიანობას ისინი კანონით აღადგენენ. როგორი იქნება განვითარება 14 აპრილის? აი თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ. დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა დაიწყოს კონკრეტული საქმეებიდან. როგორი იქნება, მე დეტალურად მინდა გითხრათ, როგორი იქნება ეს. ჩვენ გეგმავთ იმას, რომ ეს ყრილობა არ იქნება ერთდღიანი, ანუ შეიკრიბება საზოგადოება, დაიშლება და კრება დამრჩება მხიარული. ესე არ იქნება. ეს შეხვედრა გადაიზრდება სახალხო მოძრაობაში, რომელიც დააყენებს საკითხს, რომ შეიქმნას პარლამენტში კომისია, რომელიც შეისწავლის სწორედ ამ რეჟიმის 9 წლიან, ესე ვთქვათ, მმართველობას, შეფასებას მისცემს როგორც პოლიტიკურს, ისე მორალურს, ისე იურიდიულ შეფასებას მისცემს მას. ასევე ჩვენ გეგმავთ, რომ შეიქმნება ბირთვი ამ ყრილობაზე, იმ უფლება აყრილი ჯგუფებისგან, ქონება წართმეული, როგორც გითხარით, ბიზნეს ჩამორთმეული, უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკურად პოლიტპატიმრები, უკანონოდ ჩახოცილი ქუჩებში ჩახოცილი ბიჭების და ასე შემდეგ უამრავი თქვენ იცით უამრავი პრობლემა და უამრავი ესე ვთქვათ შევიწროებული ჯგუფები შექმნა 9 წლის მანძილზე ნაციონალურმა მოძრაობამ. მათ ეყოლებათ ყველა ამ ჯგუფებს, ეყოლებათ თითო წარმომადგენელი იმ საკოორდინაციო ჯგუფში, რომელიც შეიქმნება ყრილობაზე. ეს ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოთხოვნა კომისიის შექმნის შესახებ იყოს უშუალოდ ჩატანილი მთელი ყრილობისგან, ანუ მთელი ყრილობის მონაწილეები დაიძრებიან მეორე დღეს პარლამენტში, თუ ესენი შექმნიან რაღაც ნდობის ჯგუფს, რომელიც ჩაიტანს ამ მოთხოვნებს პარლამენტში, ეს ალბათ ყრილობაზე გადაწყდება, მაგრამ გადაწყვეტილი არის, რომ აუცილებლად ეს მოთხოვნა ჩავიდეს პარლამენტში, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის 9 წლიან პოლიტიკას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის და მისცემს მას, როგორც გითხარით, როგორც პოლიტიკურ, იურიდიულ, მორალურ შეფასებას მას და ეს ჯგუფი, საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება თითო წარმომადგენლისგან, ამ შევიწროვებული ჯგუფებისგან შემდგარი თითო წარმომადგენელი, რომელსაც რამოდენიმე წარმომადგენელი ეყოლება ამ საპარლამენტო ჯგუფის მუშაობაშიც იქნებიან ჩართული ეს ადამიანები, ანუ ის პრობლემები, რომლებსაც ეს შევიწროვებული ჯგუფები დააყენებენ ჯგუფის შიგნით, მათ ექნებათ საშუალება ეს უშუალოდ მიიტანონ ამ კომისიაში და მოხდეს არა მარტო მოსმენები ამ ჯგუფების წარმომადგენლებისა პარლამენტში, არამედ დაიგეგმოს კონკრეტული დაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სამართლიანობის აღდგენა, ამ ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენა. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ასევე ხელისუფლებისთვის და ეს ხელშეუწყობს, კიდევ ვიმეორებ, ეს ხელშეუწყობს ქვეყანაში სწორედ სამართლიანობის აღდგენას, არა როგორც განცხადების სახით, რომ აღდგეს სამართლიანობა, არამედ სწორედ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული, შევიწროვებული, კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უფლება შელახული ადამიანების უფლებების აღდგენას მოემსახურება. 14 აპრილს რომ დაიწყებთ, ანუ შეიძლება წახვიდეთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ წავიძანდეთ ყველანი ქუთაისში და შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ რჩევით თბილისში. ანუ მაინტერესებს 19 აპრილს შესაძლებელია, რომ თქვენც გქონდეთ რაღაცა გარკვეული აქცია და დაემთხვას ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციას. მე ვსაუბრობ 14 აპრილს შედგება ყრილობა და 14 აპრილს ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მთლიანად წავიდეს
მთელი შემადგენლობით პარლამენტში და იქ ყველამ ერთად მოვითხოვოთ ის, რაც ყრილობაზე იქნება გადაწყვეტილი, თუ გამოიყოს რაღაცა ჯგუფი, მცირე ჯგუფი, თქვათ 10 მანქანა ან 7 მანქანა წავიდეს ხალხი ჩაიტანონ ეს მოთხოვნა და თბილისში აქციები არ იგეგმება, არანაირი აქციები ამ დღეისთვის არ იგეგმება, რაც შეეხება 19 აპრილს ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს ამაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუ კი ყრილობა ამაზე იმსჯელებს და რაიმე განსხვავებულ პოზიციას შემოგთავაზებს, ეს ან იქნება გაზიარებული, ან არ იქნება გააჩნია რა იქნება ეს წინადადება. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით 19 აპრილი ჩვენი ესე ვთქვათ განხილვის თემა და არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ამას არც სერიოზულად აღვიქვავთ და არც ვფიქრობთ, რომ აი ესეთი სერიოზული გაერთიანება ამაზე უნდა აპირებდეს რაიმე პასუხის გაცემას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ კი ყრილობის მონაწილეები ჩათვლიან საჭიროდ რაიმე რეაგირებას ამ დღისთვის ბუნებრივია, ჩვენ დავემორჩილებით ყრილობის მონაწილეთა გადაწყვეტილებას. ამას 14-ში განიხილავთ ამ საკითხს თუ კი ვინმე დააყენებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. და ბოლოს 19 აპრილის შეფასება მინდა გთხოვოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მოხდეს რაიმე ექსცესები, ან იყოს თქვათ დაძაბულობა ამ აქციაზე? იცით რა არის, მე ვიცი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთელი თავისი რესურსით ბოლომდე ჩართული, დაწყებული ვანო მერაბიშვილიდან და დამთავრებული რიგითი წევრებიდან არის ბოლომდე ჩართული იმაში, რომ როგორღაც რაღაცა დღისთვის გამოდნეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ფუჭი მცდელობა, იმიტომ რომ თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცის რა მხარდაჭერითაც სარგებლობს ის საზოგადოებაში და ეს მხარდაჭერა მან არჩევნებზე ნახა. მიუხედავად იმ სერიოზული გაყალბებისა, რომელ გაყალბებასაც ჰქონდა ადგილი არჩევნებზე, მათ ძალიან კარგად იციან თავის მხარდაჭერთა რაოდენობა და ის თუ რას წარმოადგენენ ისინი საქართველოს მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მგონია რაღაცა დაშინების და ზეწოლის პოლიტიკა დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ სუსტად გამოიყურება დღეს და ესენი ფიქრობენ, რომ ამით ერთის მხრივ ახდენენ ზეწოლას დღევანდელ ხელისუფლებაზე და მეორეს მხრივ უჩენენ რაღაცა ცრუ მოლოდინებს იმ თავიანთ მომხრეებსა თუ თავიანთ ესე ვთქვათ ყოფილ ჩინოვნიკებსა თუ დღეს მოქმედ ჩინოვნიკებს, რომელიც ყავთ სხვადასხვა უწყებებში განთავსებული, ამათ უჩენენ რაღაც ცრუ მოლოდინებს, რომ რაღაცნაირად გაწელონ დრო. ეს არის და ეს სხვა ეს არაფერი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ არის ეს სიცრუ ანალოგიური სიცრუე, სიყალბე. ვიცი რომ რეგიონებში ჩადიან, ვიცი რომ რეგიონებში ეწევიან აგიტაცია პროპაგანდას, არის აი როგორც ახლა საყვარელიძე საუბრობს, არის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თანხებსაც იხდიან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანამ არ მოვიპოვებთ ამაზე კონკრეტულ მტკიცებულებას, რომელიმე ადამიანი არ იტყვის, რომ აი საყვარელიძეა თუ ნადირაძეა თუ ვიღაცა ჯანდაბამ ჩვენ ფული გადაგვიხადა იმისათვის, რომ ჩამოვიდე და დავესწროთ ამ ღონისძიებას, მანამდე ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამიტომ იქნება ეს მტკიცებულება, იქნება ეს კადრები, იქნება ცნობილი თქვენთვის, ვერ მოიპოვება ეს და ეს დარჩება ესე ვთქვათ ჭორად. დიდი მადლობა. ჩერო იჯექიოდა